ღაზაში საომარი მოქმედებების ფონზე ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო მწვავდება. პალესტინელებს ყოველდღიურად უწევთ საკვების მოპოვებისთვის ბრძოლა, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაპირისპირებასა და ქაოსში იზრდება. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით მოქმედმა ახალმა ჰუმანიტარულმა ჯგუფმა ღაზაში დახმარების პუნქტები გახსნა. თუმცა განწირული მოსახლეობის მასობრივი მიგრაციისა და განუკითხაობის გამო სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. შერმა და სასო წარკვეთილმა პალესტინელებმა შეღწევა სადეს განაწილების ცენტრში. დაანგრიეს ღობეები, რასაც ჯართან დაპირისპირება მოჰყვა. ისრაელის ჯარებმა მალევე განმუხტეს ვითარება. ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ მიმართეს გამაფრთხილებელ საშუალებებს. მათი თქმით, ცენტრის გარე პერიმეტრზე სიტუაცია უკვე ექვემდებარება კონტროლს. შეტაკებების შედეგად დაიჭრა 3 პალესტინელი. ადგილობრივების თქმით, ათასობით ადამიანს, მათ შორის ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს, ღაზის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე კარვებიდან რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევდათ ფეხით, რათა ცენტრამდე მიეღწია და მცირეოდენი საკვები მოეპოვებინათ. ღაზის ჰუმანიტარული ფონდის საქმიანობას უკვე ღიად აკრიტიკებენ. გაეროს სააგენტოები, მათ შორის მსოფლიოს სასურსათო პროგრამა და პალესტინელი ლტოლვილების სააგენტო ინტერესდებიან, რამდენად ეფექტიანად მუშაობს ფონდი და რა მიზნები აქვს მას გრძელვადიან პერსპექტივაში. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შექმნილი არეულობის მიუხედავად განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დამატებითი პუნქტები მალე ამოქმედდება. მისი თქმით, მათი მიზანია ჰუმანიტარული ძარცვის, როგორც ჰამასის ომის იარაღის აღმოფხვრა და ღაზის სამხრეთში ისეთი უსაფრთხოების ზონი შექმნა, სადაც მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილება შეიძლება. ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად, რათა შექმნილიყო კონტროლირებადი განაწილების წერტილები, სადაც ამერიკული კომპანია გადასცემდა საკვებს პალესტინელებს. ეს არ არის უბრალოდ ტვირთი ფქვილის ტომრებით. ეს არის სპეციალური საკვების პაკეტი, რომელიც ერთი ოჯახის ერთკვირიან საჭიროებას უზრუნველყოფს. ჰამასისთვის მისი მოპარვა ძალიან რთულია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ პუნქტებს ჩვენ ვაკონტროლებთ. ჩვენ უკვე ვცადეთ გაგვეხსნა დახმარების ცენტრი. დღეს კიდევ ბევრს გავხსნით. იყო დროებითი ქაოსი, მაგრამ სასიხარულოდ სიტუაცია სწრაფად აღვადგინეთ. ასეთ პუნქტებს კიდევ ბევრს შევქმნით. იდეა მარტივია. უნდა წავართვათ ჰამას ჰუმანიტარული ძარცვის შესაძლებლობა, რომელიც მათთვის ომის იარაღია და დაუბრუნოთ დახმარება მოსახლეობას. საბოლოო მიზანია სამხრეთ ღაზაში შევქმნათ სტერილური ზონა, სადაც მოსახლეობა უსაფრთხოების მიზნით გადავა და მე როგორც უკვე აღვნიშნე, თევზს დავტოვებთ წყლის გარეშე. ჰამასის ტერორისტებს დავტოვებთ მართლობის გარეშე, რადგან სწორედ ჰუმანიტარული დახმარება იყო მათი ბერკეტი. სწორედ ამას ვართმევთ მათ. We leave the Hamas terrorists without the tool for governance which they use, and that's basically the humanitarian aid that they loot. სახელმწიფო დეპარტამენტი უარყოფს კრიტიკას ამერიკული ფონდის მისამართით. სპიკერმა ტემი ბრიუსმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნებისმიერი ფორმით დახმარების მიწოდება ახლა პრიორიტეტულია და ფონდის წინააღმდეგ ბრალდებები უსაფუძვლოა. The Gaza Humanitarian Foundation, under the humanitarian principles of independence and impartiality, ჩვენ ვიცოდით, რომ გარკვეული ციფრები არსებობდა. ყველა კონკრეტული მონაცემის მიწოდება მაშინ არ შეგვეძლო, მაგრამ ახლა დამატებითი ინფორმაცია გვაქვს. ღაზიდან სასიხარულო ამბავი გვაქვს. მიხარია, რომ ეკითხებიან და შეგვიძლია ვისაუბროთ იმ რაოდენობაზე, რომელიც უკვე ჩასულია ჰუმანიტარული დახმარების მიზნით. ღაზის ჰუმანიტარულმა ფონდმა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით დაიწყო სიცოცხლის შემანარჩუნებელი დახმარების მიწოდება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ეს სასწრაფოდ ესაჭიროებათ. ამ ეტაპზე დაახლოებით 8000 სასურსათო ყუთი გადაეცა მოსახლეობას. თითოეული ყუთი საკმარისია 5 ადამიანის სამდღიან კვებაზე, რაც ჯამში 462,000 კერძს შეადგენს. ფიქრობ, სწორედ ასეთ მონაცემებზე უნდა ვაკეთებდეთ აქცენტს, როცა ვსაუბრობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი დახმარების მიწოდება ამ რეგიონში. ფაქტია, რომ ჰამასი ეწინააღმდეგებოდა ამ პროცესს. მათ სადეს დახმარების შეჩერება ღაზაში და განაწილების ცენტრებამდე მისვლის დაბლოკვა. ვერ მოახერხეს, მაგრამ ცდელობა იყო ნამდვილად. რეალობა ის არის, რომ დახმარება მაინც აღწევს ადგილზე. ასეთ პირობებში არ არის გასაკვირი პრობლემები რომ ჩნდება, თუმცა კარგი ამბავია ის, რომ ის, ვინც ცდილობს დახმარების მიწოდებას ღაზაში მოსახლეობისთვის და ეს ჰამასი არ არის, ამ საქმეში წარმატებას აღწევს. ღაზაში არსებული ქაოსი ადასტურებს, რომ ჰუმანიტარული კრიზისი პოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე სულ უფრო მწვავდება. საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი მოსახლეობა და პოლიტიკოსები განსხვავებულად უყურებენ დახმარების მართვის პროცესს, თუმცა ყველა თანხმდება ერთზე.
ის ტრაგედია, რომელიც ხაზაში ყოველდღიურად ვითარდება, საჭიროებს სწრაფ, ეფექტიან და უპირობო რეაგირებას.